ამ გაკვეთილში ისწავლი, როგორ იკითხოს ხვისი აზრი იმაზე, რასაც უშუალოდ თქვენი საუბრისას ხედავთ ან ისმენთ. ანუ მაგალითად ნივთზე, რომელსაც საუბრისას ხედავთ, ან ვინმეს ვარცხნილობაზე, ან სპექტაკლზე, ფილმზე, რომელსაც იმ მომენტში უყურებთ, ან მაგალითად სიმღერაზე, რომელსაც იმ მომენტში უსმენთ. გეფალენ ნიშნავს მოწონებას. მსგავს სიტუაციებში გვჭირდება სწორედ ეს ზმნა. ზმნა გეფალინის გამოყენებისას უნდა დააკვირდე, ერთ ნივთზეა საუბარი თუ რამდენიმე ნივთზე. როდესაც ერთ ნივთზეა საუბარი, უნდა თქვა gefällt, ხოლო რამდენიმე ნივთზე საუბრისას უნდა თქვა gefallen. სანამ მაგალითებზე გადავალთ, აქვე უნდა გაიხსენო ის, რომ ყველა არსებითი სახელის არტიკლი მრავლობით რიცხვში ხდება დი. ნომინატივში, ანუ როდესაც დაისმის კითხვა, wer, ვინ, was, რა. სხვა ბრუნვებზე ჯერ არ გადავსულვართ. Der Tisch, მაგიდა, die Tische, მაგიდები. Zwei Tische, ორი მაგიდა. Zwei, ორი. Zwei Tische, ორი მაგიდა. ნახე, ქართულ ენაში ვამბობთ ორი მაგიდა. გერმანულ ენაში ამბობენ, თუ პირდაპირ გადავთარგმნით, ორი მაგიდები. დააკვირდი და ყურადღება მიაქცია ამ განსხვავებას. Das Sofa, დივანი. Die Sofas, დივნები. Zwei Sofas, ორი დივანი. Die Lampe, სანათი. Die Lampen, სანათები. Zwei Lampen, ორი სანათი. გადავიდეთ მაგალითებზე და ყველაფერს ძალიან მარტივად გაიგებ. Wie gefällt dir der Tisch? როგორ მოგწონს მაგიდა? Wie, როგორ? Der Tisch, მაგიდა. Gefällt გამოვიყენეთ, რადგან ერთ მაგიდაზეა საუბარი, რომელსაც საუბრის დროს ვხედავთ, ვუყურებთ, ვუთითებთ. Du, შენ. დატივში არის dia და ამ შემთხვევაში არის დატივის ფორმა გამოყენებული, რადგან ზმნა gefallen მოითხოვს დატივს. მაგრამ ამ ეტაპზე ამის ასე სიღრმისეულად ცოდნა არ გჭირდება, რადგან ჯერ დატივზე არ გადავსულვართ. ამ ეტაპზე უბრალოდ დაიმახსოვრე, რომ აქ უნდა იყოს dia. Wie gefällt Ihnen der Tisch? როგორ მოგწონთ მაგიდა? Ihnen დიდი ასოთი წერია, ანუ არის თქვენობითი, თავაზიანი ფორმა. დანარჩენი ყველაფერი ისევ ისეა, რადგან აქაც ერთ ნივთზეა საუბარი. პირველი მაგალითის შემთხვევაში ცოლი ეკითხებოდა ქმარს და იყო შენობითი ფორმა. ხოლო მეორე შემთხვევაში კონსულტანტი გოგონა ეკითხება ასაკოვან ქალბატონს, მყიდველს და რა თქმა უნდა არის თქვენობითი, თავაზიანი ფორმა. თუ მოგწონს ეს ვიდეო გაკვეთილები, subscribe გამოიწერე YouTube არხი, ისწავლე გერმანული შენით, Deutsch selbst lernen და არ გამოგრჩეს მომდევნო გაკვეთილები. გადავიდეთ შემდეგ მაგალითებზე. Wie gefallen dir die Tische? როგორ მოგწონს მაგიდები? Die Tische, მაგიდები. რადგან რამდენიმე მაგიდაზეა საუბარი, გამოვიყენეთ gefallen. არის dia, რადგან შენობითი ფორმაა, ცოლი ეკითხება ქმარს. Wie gefallen Ihnen die Tische? როგორ მოგწონთ მაგიდები? აქაც არის die Tische, მაგიდები, ანუ რამდენიმე მაგიდაზეა საუბარი და შესაბამისად აქაც გვაქვს gefallen. თავაზიანი თქვენობითი ფორმაა და ამიტომ გვაქვს Ihnen, დიდი ასოთი.